მოგესალმებით, მე ჩემი DJI-ის მიკროფონი და ჩემი 25 ლარიანი შტატები, რომელზეც ჩემი ულამაზესი ტელეფონი არის ჩამოკიდებული. დღეს არ ვიცი სიმართლე გითხრათ რაზე ვილაპარაკო. ძალიან ხშირად მიწერთ ხოლმე რომ ლიტერატურაზე ისაუბრებან, ძველ გამოცდილებებზე, სამსახურებზე. ეს სამსახურებში ძირითადად ცუდი გამოცდილებები არ მქონდა. მაგრამ მოგიყვებით რაებიც მქონდა რა, ეს ისე კაი თემა არის. ერთხელ სამსახურში, როდესაც მუშაობდით, რაღაც დაწინაურების პერსპექტივა გაიჩნდა და ამ დაწინაურების პერსპექტივაზე მე და ჩემი ერთი ნაცნობი გავედით. ხო და გვაფასებდნენ რაღაც კრიტერიუმებით. გავაკეთეთ ეს პრეზენტაცია არაქართულ ენაზე, უცხოურ ენაზე გავაკეთეთ პრეზენტაცია. იმანაც გააკეთა ალბათ არ ვიცი, შეიძლება არც გავუკეთებია, მაგრამ რაღაცა ისინი ნაბიჯები გადავდგით ერთნაირად. და საბოლოო ჯამში ისე მოხდა, რომ ის აიყვანეს. აქ მინდა რომ შეგახსენოთ, რომ მე ვარ ორ უნივერსიტეტ დამთავრებული, საკმაოდ განათლებული ახალგაზრდა, გინდა ზოგადი განათლებით, გინდა არაზოგადით, რაღაც კონკრეტული განათლებებიც მაქვს, ჩემს ზურგჩანთაში, წარმოსახვიდში, რომელიც თან დამაქვს სულ. და ის ადამიანი იყო უბრალოდ ატესტატით. ჯერ მე ეგ უკვე ის მგონია რა, ანუ მაშინ რის გამო ვისწავლე უნივერსიტეტში თუ საბოლოო ჯამში ვიღაც ატესტატიანი ტიპი მომჯობინეს რაღაც ისეთ პოზიციაზე, სადაც აუცილებლად ითხოვდნენ იმას. ბოდიში რომ ხელს ვიფხან. აუცილებლად ითხოვდნენ დიპლომს, ხო? ანუ ხო რისთვის მაქვს. მაშინ მე ნაწვალები. მაშინ ეს 4 წელი რომ ვისწავლე, რაღაცა შედეგი, რაღაცა ხომ უნდა დამეხმაროს, ნუ? Короче, თან ინგლისური ისე კარგად ვიცი, რომ B2 ალბათ. B2-ზე თავისუფლად. Короче, რა კარგად ვიცი ეს ინგლისური, რა ძალიან დიდი ხანია ვსწავლობდი, სულ კარგად ვსწავლობდი, სულ მესმოდა და ყველაფერი რაც უყურებ, ინგლისური ენოვანი მირჩენია ხოლმე რა, ფილმები განსაკუთრებით, რომ ორიგინალში ვნახო, იმიტომ რომ უკეთესია. ხო და ეს ადამიანი, ვინც მე მომჯობინეს, იყო ერთი ეგეთი დღე, როდესაც მიყვება ამბავს. სახეს და გვარს რა თქმა უნდა არ ვიტყვი, იმიტომ რომ შეიძლება ნახოს და ეწყინოს მაგრად. მაგრამ ნუ რა აზრი აქვს. მიყვება ესეთ ამბავს, რომ დგავა, რომ სლოტებს ვატრიალებდიო რა. და სლოტებს ვატრიალებდიო, რაღაც ეტაპზე დავინახეო, რომ აი ანუ პირველი ის ხო არის რაღაც რიგითობით ხო ეხატება რა. და პირველი როცა ვარდება, მე ხო ბლარშია დანარჩენი და მე ნელ-ნელა ყველა ჩნდება. ამან ამ ბლარში ესე გონია რა ადამიანს, ანუ ესე აზროვნებს ადამიანი, რომ ამან ამ ბლარში დაინახა რაღაც შვიდიანი თუ რაღაც, რაც მოგების საწინდარი იყო და დააჭირა ღილაკს და მოასწრო და გაუჩერა. ანუ მეუბნება, რომ კომპიუტერს, რომელსაც წინასწარ აქვს გათვლილი, შენ რო შედიხარ რაღაც ფულით, რამდენით უნდა გამოხვიდე, ან რამდენზე უნდა აგიყვანოს, ან ჩამოგიყვანოს, ეს ყველაფერი წინასწარ აქვს გათვლილი, რა თქმა უნდა, სლოტს და აი ეგეთი ადამიანი, короче, მედგა და მიხსნიდა, რომ მან მოახერხა და სლოტის პროგრამის მატრიცა შეცვალა, მთელი პროგრამა აურია და გააჩერა შვიდიანი. და ჯერო და ძალიან დარწმუნებული იყო თავის თავში, რომ აი მე ესეთი რაღაც შევძელია. აი ეგეთი ადამიანი, უყურეთ. ეგეთი ადამიანი რომ ჩემზე წინ დგება და მე ჩემი უფროსის სახელწოდება რომ უნდა კონდეს. მე როგორც ჭკვიან ადამიანს, ხო პრობლემა მექნება, რომ აი რატომ უნდა იყოს ეს ტიპი ჩემს ზევით. და თან საკმაოდ ლოგიკური და ლეგიტიმური. თუ ეხა საქმეში ძალიან კაია, კიდე გავიგებდი. მაგრამ საქმეში არ ვარგოდა რა საბოლოო ჯამში. მაგრამ ეგ საქმეში ვერ ივარგებ, როცა ეგეთი აზროვნება გაქვს. მე ეგრე მგონია რა საერთოდ. აი ხა რაც მოგიყევით, ეგრე თუ აზროვნებს ადამიანი, რომ გონია, რომ რაღაც კომპიუტერს ჯობნი ჭკუაში და სისტრაფეში და ეგეთ რაღაცებში, მაგარი არ მგონია, რომ ეგ სწორი ისაა რა. და არ მგონია, რომ მაგის გამო ეხა ვიღაცამ უნდა იღებდეს იმას, რაც მიიღო იმან ჩემს მაგივრად რა, ჩემს მაგივრად რა. დავაღმილი კი არ ვარ საბოლოო ჯამში, ახლა მე დავანებე იმ სამსახურს თავი, წამოვედი და ახლა ბევრად უკეთესი ადამიანი ვარ და უკეთესი სამსახური მაქვს თუ რავი რაც მაქვს რა. უკეთესი, ანუ ჩემი ნიჭი უკეთესად გამოვიყენე. მე ესე ვფიქრობ.
მაგრამ ის ადამიანი ისევ იმ კომპანიაში მუშაობს, თამაშობს, შეიძლება თამაშობს კიდევაც, მუშაობს დიდი ალბათობით რა. ხო და ძალიან ისეთი არის რაღაც სასაცილო, მე თუ მკითხავთ რა. მე ეგრე ვფიქრობ, რომ სასაცილოა რა. просто ეგრე ტიპი იმაშება აზროვნებს, ნიტოა რა. ძირითადად სამსახურებში სადაც მუშაობდი უფროსობასთან, ხო? არ მქონია არანაირი პრობლემა რა. ერთადერთი აი ეგ კომპანია იყო, სადაც მუშაობდი, არ ვიტყვი სახეს მაინც ყოველი შემთხვევისთვის. ისაც ყველაზე ზიზღება, ჩემი აზრით. მაგრამ ამენ რატო არ ვიტყვი Evolution-ი რა, ის Evolution Gaming-ი რა. ეგ თავიდან შემოვიდა საქართველოში, მეთქი ავდგები თქო და იმას ვიზავ თქო რა. იქნება შვედეთში წავიდეთ თქო რა, ანუ აქედან აქ ისე კარგად მე მუშავა რომ მე რაღაც დავწინაურებული ვიყავი და შვედეთის ფილიალში წავსულიყავი რა, იმიტომ რომ იქ აპირებდნენ ხალხის დამატებას თუ რაღაცა ონლაინ მქონდა ნანახი და მეთქი მაგის გამო ეხა ღირს თქო რა, გარისკვა თქო და ერთი წელნახევარი წელიწადი სადღაც გავრისკე. თან გახსნის დღიდან მუშაობდი და საბოლოო წამში ძალიან აირია სიტუაცია და მე წამოვედი რა თქმა უნდა. მე გესაუბრებით ახლა 2018 თუ 19 წელი არის, ერთი 6 წლის წინანდელი ამბავია. ხო, კიდევ სად მუშაობდი? მუშაობდი ალდაგი BCI-ში მუშაობდი. სულ თავიდან რა, ეს სტუდენტი რო ვარ, მაგ პერიოდში მუშაობდი ბარმენად ერთი სანაყინე იყო ტიციანი და მანდ იქ რუსთაველზე რო არის მერანი, მანდ იყო ბოლო სართულზე. მაგამდე მუშაობდი იფქლის პურებზე ღამის სმენაში. მე და ჩემი ძმაკაცი იფქლზე მუშაობდი, პურები გამოგქონდა იმიდან და ამას გიყვებით, ეხლა 15-16 წელს ვიყავი. მუშაობდი ასევე მშენებლობებზე. მე ისე დალაგდა რომ მშენებლობაზე სადაც მუშაობდი, იმ შენობაში მე ბინა მქონდა. ოღონდ იმათ არ მოუციათ რა თქმა უნდა, მე იმდეს ანუ Короче, ხო, აზრი. მეზარე ვახსნა რა. იმიტომ რომ უბრალოდ თავი შევიქერე. ხო და ბევრი ეგეთი სამსახური მქონდა რა, ისეთი რა მოკლევადიანი, მაგრამ ბევრ რაღაცას რო სწავლობ. აი ტიციანში იყო ხოლმე რომ ძალიან ზევიდან გვიყურებდნენ ისინი ყოველთვის რა მომხმარებლები და მაგრად ვერ ხვდებოდი ეგრე რატო იქცეოდნენ ხოლმე რომ გავიზარდე მე თვითონ. ეხა უკვე ხვდები რომ რაღაც შეიძლება ნებისმიერ ჩემი ნათქვამი ფრაზა იმათზე ნეგატიურად ისახებოდეს და მაქსიმალურად ვცდილობ ხოლმე რომ კარგად მოექცე მომსახურების სფეროში ყველა ადამიანს, იმიტომ რომ ჩემს მერე ის კიდე შეიძლება 10,000-ობით ადამიანს მოემსახუროს და იმ 10,000-ს ნეგატიურად მოემსახუროს იმის გამო რომ მე რაღაცა ცუდი ვუთხარი რა. მაგრამ თუ ვიღაცა საქმეში იჭრება ყოველთვის ძალიან ისა ვარ ხოლმე, მომთხოვნი ვარ ხოლმე რა, ანუ უყურეთ თქვენ თუ აირჩიეთ რომ ეგ საქმე აკეთოთ, მაშინ უნდა აკეთოთ თქვენი საქმე და არ უნდა ისქნათ რა. პრეტენზიები რომ ექნება ვიღაც სხვას. მაგაზე პრობლემა არ უნდა გქონდეთ თუ მართლა არის საპრეტენზიო და ეხლა ვიღაც თუ გეუბნება რომ ჩემი ჩანგალი თბილია და რატო გარეცხე წეღანო, ეხლა ეგეთ რაღაცებზე ვერ დაელაპარაკები ადამიანს, აზრი არა აქვს რა. ჩემი აზრით არა აქვს აზრი. ო, კიდე სად მუშაობდი? ძირითადად ინგლისურენოვან ფირმებში მუშაობდი ხოლმე და აქედან customer support-ს უწევდი ვიღაცებს რა. იმიტომ რომ მაგაზე შედარებით ნორმალური ხელფასი იყო ხოლმე. ანუ რაღაც კომპანიას ჩატი რა, ანუ აი ხა რაღაც საიტზე რო შედიხართ, Amazon-ზე რო შედიხართ და ჩატს რო დააჭერთ, ის ჩატი მუშაობდით აქ რა და ეგრე მუშაობდით რა, საკმაოდ კარგი კომპანიებზე რა. და საკმაოდ ნორმალური ხელფასი იყო, ბონუსებსაც ისე იძლეოდნენ, როგორ ქვია, ლოგიკურად და შედარებით ნორმალურად მუშაობდი ხოლმე. ერთადერთი აი ცხოვრების წელნახევარი თუ წელიწადი რაც დავკარგე იყო ევო რა, ევოში რაც დავკარგე ვერაფერი ვერ მივიღე. სამაგისო, აი პროსტა მოთმენის უნარი გამომიმუშავდა შედარებით რა. და მანდაც ვიღაცას გული წაუვიდა. და ერთხელ რა, ვიღაც გული წაუვიდა თუ რაღაც. და ძალიან ცუდი რაღაც გააკეთეს ისე რომ 8 საათის განმავლობაში 3 კაცი ისე მუშაობდით რომ ვერ დავისვენეთ რა.
და მე ვიღაცებს რო ვაგინე უკვირდათ რა, მართლა უკვირდათ რა, ჯერ ეს ვეცადე რომ პოლიტკორექტულად ამეხსნა, რატომ მოიქცნენ ყველაზე არასწორად, ვიღაც თუ ცუდად გახდა ეს გასაგებია რომ კომპანიის პრობლემაა და მე ვცდილობ რომ გავითვალისწინო, მაგრამ ვიღაც დამხმარე ხომ უნდა საიდანღაც რამე ქნას ეხლა რა. არავინ რო არაფერი არ ქნა, მე უკვე ვესაუბრე, მე კიდე მე მეჩხუბნენ, მე უკვე დავაფარე და მე მალევე წამოვედი რა. აი ეს რაღაც ჩხუბები რო იყო მაგ პერიოდში წამოვედი რა, ვიღაცები რო აჯანყდნენ. მეც მაგარი გაბრაზებული შეუვარდი, მთლად არ ავჯანყებულ ვარ, მაგრამ ციპა ავჯანყდი მე და წამოვედი. ასთა ჩემს მიმართ ვერც ვერაფერი ვერ ქნეს და მეც ფულიც არ შემჭა რა, იმათ ზოგს ფული შეჭით. და მე არა. ხო. კიდე სადაც მუშაობ ტელევიზიებში სადაც მუშაობდი, ყველგან ისეთ ხალხთან ერთად მუშაობდი, რომ აი საქმეზე მეტად მაკაცები ვიყავით ხოლმე და ეგ სულ მისწორდებოდა ეხლა რა, მაგალითად რა ვქნა. აი დიდი ხანი რომ ადამიანს იცნობდა იმასთან ერთად რომ გიწევს მუშაობა, ეგ ძალიან დადებითი არის რა. იმიტომ რომ ყოველდღიურობას ვერ განიცდი ისე როგორც სამსახურს რა, ანუ სამსახური იმდენად არ გყლეს, იმიტომ რომ ამ შეშენებაზე შენ სამი ძმაკაცი გადიხართ და ჭამთ რა, всё, მორჩა საუბარი, მაგრამ უკვე კაია ეგ. ხო, მაგრამ ყველა ტელევიზია რომ მოვიარე, იმენ ნათრევი ვარ რა, ტელევიზიების. მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში ხო ხედავთ, მე ჩემი YouTube არხი მაქვს, რომელიც შეგიძლია გამოიწერო, ეგ კვებით არის რაღაცა, არაფერი არ ამონათდება არასდროს. არც ხმა იქნება, ეგენი არ იქნება, არც ლაიკის ისენი არ გაყრის, ლაიკის ბათანი, იმებს რაღაცებს რო ყრის ხოლმე რა, ვიღაც უყენია ეგეთი არ მოსწონს. იქნებით ესე, თუ გინდა დააჭირე კვებით, თუ გინდა არ დააჭირო. ლაიქს თუ დააჭირო, უფრო გამისწორდება თან. გამოწერების რაოდენობაზე მეტად ნახვები მინდა, რომ ბევრმა ადამიანმა ნახოს ისეთმა, ვინც შეიძლება დაინტერესებული იყოს ჩემი საუბრით რა. თან ეხა ყოველდღიურად ხო ვიცი რომ ეს ყოველდღიურად რო ვიდეო ერთმანეთს ხელს უშლის რა, მაგრამ კიდია იმენა რა, დავაი ჩემს 352 მნახველს აუცილებლად უნდა მოგვასმენინო ჩემი აზრი ამ თემაზე. და ვდები. და ჭკვიანი ვარ მე მგონი სწორად ვშვები. ხო. ხო და აი ტიციანში 15 წლის რო ვიყავი მაშინ 16 წლის მაშინ რო დავიწყე მუშაობა, მაგის მე მივხვდი, მაშინ მქონდა აუ რა ცუდი გრაფიკი და რა ცუდი ხელფასი ვერ წარმოიდგენთ. 400 ლარი მქონდა ხელფასი და კვირაში მუშაობდი 6 დღე. დილის 10-დან ღამის 10-მდე. ანუ ზაფხულში მუშაობდი. просто სასწაულად ცუდი გრაფიკი არის რა და აი ეგრე ვინც იმას შვებით შოულობთ მაყუts ბიზნესმენებო რა, მაგრად ეხავს რა ჩვენში დარჩეს რა. აი 12 საათი კვირაში 6 დღე რო შენთან არის ტიპი და 400 ლარზე მეც ვერ აძლევი, სულ არაფერს არ აკეთებდეს. აი ესე რო იდოს, გაფორმებად რო ყავდეთ ნაყიდი, ეხავს. იმენა შრომის დაუფასებლობა არის რა და ძალიან მინდა რომ რაღაც ეგეთი კანონი შემოვიდეს, რომ მინიმალური ხელფასი დააწერე, რომ აი რაღაც 1500 ლარი მაინც, იმიტომ რომ რაღაცა სასწაული ხელფასები აქვს რა ვიღაცებს. მაგრამ ნუ ეგა რა ბიუროკრატია, თუ რავი რაც ქვია. ბიუროკრატია რა არის? არჩე ეგ სიტყვები არ ვიცი, მარტო ისენი ვიცი რა. იდეოლოგიები ვიცი, მაგრამ რას აქვია კიდია რა, არ მაინტერესებს ტვინსავრი ბინძურები მაგით ცალკე. ხო, რა უნდა მეთქვა? ანუ რა ხა თან იცი რა არის პრობლემა? პრობლემა ის კი არ არის, რომ ეგრე დაბალ ხელფასს რატო იძლევიან? ეგ ნაკლებად პრობლემა არის. პრობლემა ის არის, რომ ვიღაც ადამიანებს ისეთი რთული ვითარება აქვთ ცხოვრებაში, რომ უწევთ რომ მაგას მაინც დაეთანხმონ რა, მაგ პირობებს. ხო და კაბალური პირობები არ არის ეს თლად რა. ადრე ვისაც ვიღაცებს ეჩხუბებოდნენ ერთი პერიოდი ეგრეთ იმებზე განსაკუთრებულად ეჩხუბებოდნენ და იმათ შედარებით აწიეს ცოტა ხელფასები და ისინი და ეგ კაია ხალხის ხმას რო შედეგი მოყვება ხოლმე ეგ ძალიან კარგია და კარგად იყენებთ პლატფორმებს. ვინ ხარია? მე მუშაობა ყველანაირი ღირს, რაც უფრო პატარა დაიწყე მუშაობას, მით უფრო მეტ რაღაც დაღმუღამი ბრო იცოდა. მე ეგრე ვფიქრობ. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში იმას მაინც ვიხდები მუშაობა გინდა თუ არა რა და ხო არ გირჩევნია შემთხვევით სხვა რაღაც აკეთო შემთთვის ცალკე მარტომ და ისე იშოვა მაყუთი. ან სულ რომ მაყუთი ვერ იშოვო, ხანდახან ჯობია რომ აი
ეხლა მე მაგალითად ფიქრობ, რომ 1500 ლარი რო გქონდეს ადამიანს ბიზნესი რო გქონდეს და იმ ბიზნესიდან გქონდეს შემოსავალი 1500 ლარი. ეგ ჯობია, ვიდრე სადღაც მუშაობდეს 2000 ლარს. ხო ეგრე გამოდის. ეგ ჯობია, შეგიძლია ეგ ბიზნესიც აწყო, დაალაგო და მე უკვე თუ გინდა მართლა დაიწყე რა სხვაგანაც მუშაობა და ბიზნესიც გაქვს, ისიც გაქვს და უკეთესია. მაგრამ პრობლემა ისაა, რომ საქართველოში ყველას ბიზნესი უნდა რო გქონდეს. ბიზნესი კი არის ძალიან რომ ხანდახან მინუსში გადის და თავიდან ზარალით იწყება ძირითადად და ისა და ეს. ყველას უნდა რომ აბადავაი ბიზნესი. ეგრეც არ არის ხომ თლად. თანდებილობას ყოლაპარაკო. შეიძლება ვლაპარაკო კიდევაც, მაგრამ რა უჭირს? ეგ არ ვიცი. მე მაგრამ მევასებოდა მუშაობა სულ რა. ყოველ შემთხვევაში ჩემი ტვინისთვის ეგრე ვფიქრობდი რომ უკეთესი იყო, იმიტომ რომ ტვინი კონცენტრირებული რაღაცას რომ აქვს, მირჩენია რომ იქ იყოს. თან ეს ADHD რომ აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა ხანდახან ჩემი პასუხისმგებლობის გრძნობა ADHD-ს ფარავს. ანუ რაღაც საქმე რომ აქვს გასაკეთებელი ADHD რომ თრგუნავს, რომ თიშავს და რაღაც სხვა იქით ფიქრობ ლაპლანდიაში როგორ დასრიალებენ პინგვინები, მანდედან მალევე ბრუნდები საქმეზე, რომ იმიტომ რომ ვიცი რომ პასუხისმგებლობა მაქვს და მინდა რომ მალე გავაკეთო რა ყველაფერი. მიხვდით რას ვიძახი. თუ მიხვდით დალაიქეთ ეს ვიდეო. კარგად მივდივართ გამომწერებში, აი კამფეთ, სულ მონეტიზაციასაც ჩავთავ, იმ მაყურს მოვიხმარ კარგად. დიდი ალბათობით არაფერი განსაკუთრებული არ იქნება, მაგრამ პოხვი, აი რაც იქნება, ესე თავზე გადავიყაროთ, მე ერთხელ შევიკრიბოთ გამომწერები და მე მართლა, აი რაღაც ნორმალური მაყუთი რო აგროვდება რა. იმის YouTube-ის მონეტიზაციის, ავიც 1-5 თვეში შეიძლება რომ ეგრე მოხდეს. და სახინკლეში წავიდეთ. დასაწყისისთვის 20 კაცი რო წავიდეთ, არ იქნებოდა ურიკო. რა სიტყვით. თინგალი პივა რა, კაცზე 2 ბაკალი. ლაგდება რა 1000 ლარში, აი 1000 ლარი დაწევ საკარგო. შევაგროვებ. რა არ გამოვიტან და რომ შევაგროვებ, მაგას დავგაზოთ მე ეგრევე. ვისაც რაღაცის მიხედვით რა, ვისაც ყველაზე მეტ კომენტარი ექნება, ან ლაიქი ან რაღაცის მიხედვით ვიზამ. მაგარის თქვენთან კომუნიკაცია რომ მომიწევს და მე ერთი დღე ვიჟდეთ და ვიბაასოთ რაღაცებს. აღონ ყველა 18+, არა 18+ რა. დანარჩენებს ლიმონადს გიყიდით, ვინც 18 მინუსი იქნება. 18+-ები უფრო მიყურებთ, მე რაც ვაკვირდები კომენტარებს. საბოლოო ჯამში ისე მაგაზრდება, რომ კაბალური პირობები არის, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ეგეც გასაგებია რა. ტიპები მე ყველაფერზე ფულს ზოგავენ რომ მეტი ფული მოტეხონ რა და ეხა გასაგებია რა რატო შებიან ეგრე. მაგრამ რო არ უნდა ქნან ეგ უფრო გასაგები არის და ნუ შევით. ცოტა უფრო ადამიანურები იყავით ადამიანების მიმართ და იქნება თქვენც დაგიბრუნდეთ ეგ ადამიანობა უკეთესად და მარტო ფულზე ნუ იფიქრებთ რა, იმიტომ რომ რაღაცა იღბალი და კარმა და ეგეთ რაღაცები მაგრად რეალებს წრეზე რა, სულ დღეს რო ვიღაცა ჩაქცეულია ხოლმე, ხო გაქცეულია და ეგეთი რაღაცები ხშირად ხდება რა, მე რაც ვაკვირდები რა, ბევრი ადამიანი მყავს ჩაქცეული და მე გაქცეული. თუ არ გინდა რომ გაიქცე მაშინ რო ჩაიქცევი, ხალხის ხარჯზე არ ჩაიქცე. ეს გენიალური ფრაზა თქვენ ჩემგან თქვენ, და ჰუდიგალენ და ბლაგაბუჯა. ხანდახან მგონია რომელიმე აფრიკული ტომის რაღაცას გამოვიძახებ, აი გუდაგალ, აი მაგეთი. და თუ რამე გამოვიძახე, პიცაც წამოიღეთ. ეხლა ვცდილობ რომ იქნება სპონსორი გავაძრო რა. მაგარი ბოროტი ადამიანი ვარ, წარმოიდგინეთ სპონსორს რაში უნდა მოთხოვ ფული? ნახავი დიდად არ არის. არაფერი დიდად არ არის. მაგრამ ნუ წარმოიდგინეთ სამომავლო პერსპექტივაში რა დერს კი იდეა არის. რომ ეს ვიდეოები 365 დღის განმავლობაში სუდევს და მერე სუიდება. ამ გრძელვადიან იმაში ძალიან მაგარი არის. და ეხლა აი რაღაცა საჭმელი რო შემოვიდეს, აი Subway-ის სიამოვნებით შემოვიყვანდი ჩემთან. და აი Subway რო შემოვიდეს და Subway რო შემომიტანოს რაღაც საჭმელი და მე რო ეს ჩავკმიჩო და არ გამისწორდეს. სახეზე ხო დამეტყობა. ხო ვერ დავარეკლამებ ნეგატიურად, ანუ რო ისქნას რა. რაღაც რო არ გამისწორდეს, ხო არ შევჭამ ბოლომდე ხა.
და ალალი რეკლამა იქნება რა. ყველა ვარიანტში და გამოჩნდება რამდენად კარგი არის კომპანია, რამდენად ცუდი. რა დერსკობა, მაგრამ გარისკავენ, მაგრამ რატო არ გარისკავენ 200 ნახვა მაგ. 200 ნახვა ცოტა 200 ადამიანი ბიჭო 200 ადამიანი. ვიღაც მეუბნებოდა, რომ ძალიან ცოტა ნახვები გაქვთ. მეთქი ძალიან ბევრი მაქვს ძმა. მე ვუთხარი რომ ეს ცოტა არის ზოგადად თორე ძალიან ბევრი მაქვს. რასაც მე ვაკეთებ მაგასთან შედარებით უჯიგარესები არიან მეთქი ჩემები მეთქი რომ ნახულობენ. შენ დაждდებოდი და მიყურებდი მეთქი? არა, ხო და აი რა გინდა ძმა, ვინსაც უნდა მზის და მიყურებს თქო. მაგრამ ეკაჩავე რა თქვი ეს. პეპსი უფრო მეოსება მეთან. მე მგონი. ეს ზერო. აკავჩი არ ვიცი რა. ორივე სასმელი სად დასალევად კაია ხოლმე რა. ასწორებს. მაგრამ მე მგონი მე პეპსი უფრო მეოსება. თუ კოკა-კოლა უფრო მეოსება. არ ვიცი. ის ბლაინდ ტესტები რო არის, ხო იცი? როსვამენ. ვერას დროს ვერ ვარჩევ. მაგრამ მე კოკა-კოლა უფრო ბრენდულად, კოკა-კოლა უფრო თესლეროჟა არ თან საახალწლო ისენი რო აქვს. მაგრამ პეპსისი ის მევასება რომ იმებს იღებდნენ საფეხბურთო იმებს თან ტოტი თამაშობდა ხოლმე და მაგ-კონჩი ახლა ბავშვობიდან პეპსი მევასება მაგის გამო თან პეპსის უფრო თესლი ლოგო აქვს რა ეს რა წარწერები არ მევასება პეპსი ისე YouTube კუჩ სამხრეთ კორეის დროშა მგონა ერთ პერიოდ ლოკა ესენ შემთხვევით ახლა შემომეპიარა რა ეს ახლა თქვენ შეიძლება არ იცოდეთ კოკა-კოლაზე და პეპსიზე, მაგრამ შემთხვევით მე შემომეპიარა და მაპატიეთ რა. გავრეკი. მაგრამ მე მგონი რომ მოიწურა რა. აუჩი ხალხი მიყვარხართ. რავას და ეს არის დღეს არის, არ ვიცი რომელი ივლისია, იმიტომ რომ არ მახსოვს ალბათ როვდებ 7 ივლისზე, იმიტომ დღეს 6-ია. ეს 6-ია, აი დღეს თუ 6-ია, ხვალ 7-ია რა და შესაბამისად დღეს 7-ია, იმიტომ რომ ეხლა რომ ვიყურებ. მაგრამ არ ვიცი, ვერ ვიქნები თლად დარწმუნებული. დღეს რო 6-ია მაგასთან. ამერიკის დამოუკიდებლობის დღე ძალიან გამეპარა და მაგ-კონჩი ამერია დაუგზა. კარგად იყავით. კარგად ძამდებოდეთ, ძალიან დიდი მადლობა. ჩემი თუჩები ვინც დაინახეთ და მოგეწონათ ლაიქ.